მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა და სანამ თემას წარმოგიდგენდეთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ყურების შესაძლებლობა გაქვთ რადიო იმედის Facebook გვერდის საშუალებით, ასევე პორტალებზე MyVideoG, Imedi.gi და Magtis IPTV 53 არხზე. რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემას, ტრენდები კულინარიაში იქნება ასეთი თემა და სტუმარი შეფმზარეული ავთანდილ ცეცხლაძე მოგესალმები და მადლობა სტუმრობისთვის. სალამი და დიდი მადლობა კვლავ მოწვევისთვის. მიხარია თქვენთან ყოფნა. ჩვენც ყოველთვის გვიხარია ხოლმე თქვენი მოსმენა. კერძების დანიშნულება, ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი არის მაინც ის, რომ როდესაც ეს ეხება რესტორანში კვებას ან წვეულებაზე, მაინც მთავარი ამბავი არის, რომ იყოს გემრიელი, უნდა მოგვეწონოს. მაგრამ თანამედროვე დროში არ ვიცი ეს კონკურენციის ბრალია, დამსახურება თუ რა არის, მაგრამ სანამ დავაგემოვნებთ, იქამდე ცდილობენ, რომ გარკვეული მარკეტინგული ხრიკებით მოგვაწორონ ესა თუ ის კერძი, რომ იმაზე გავაკეთოთ არჩევანი, იმ რესტორანზე გავაკეთოთ არჩევანი და შემდეგ უკვე რესტორანში მისულებმა კონკრეტულ კერძებზე. აი მაგალითისთვის უფრო მეტად გასაგები რომ იყოს ჩვენი მსმენელისთვის ჩამოვთვლი რამდენიმე დასახელებას. მაგალითად, გულსართიანი ღუმელში გამომცხვარი მთის ყველით და აი ძალიან მიმზიდველად ჭხერს და რეალურად არის ხაჭაპური ჩვეულებრივი. ან ელარჯის ბურთები ნიგზის ლებნის соусით და რაღაცა განსაკუთრებული და გამორჩეული მქონია და ამ დროს ნიგზის ლებნის соуსი ბაჟია, მაგრამ რაღაცა ელარჯი და ბაჟე უფრო ჩვეულებრივად ჟღერს და ეს რაღაც განსაკუთრებულა და ეს ძალიან დიდია ჩამონათვალი რაღაც ოქროსფერი ხორბლის ბრუსკეტი ფერმენტირებული ნივრის соусით ან ხორცი კარამელიზებული ხახვით და ასე შემდეგ. მოკლედ, როდიდან დაიწყო ეს ტენდენცია, რომ სახელებში რაღაცა ცვლილებები უნდა შეტანილიყო და რამ გამოიწვია, რატომ გახდა ეს საჭირო? მოკლედ ეტაპებს გავდივართ ქართული სამზარეულო, რამოდენიმე ეტაპი გავიარე და წინ ბევრი გველის და მთავარია სწორად აუწყოთ ფეხი გლობალურ ტრენდებს. მოკლედ, თავის დროზე, როდესაც კონკურენცია ნაკლები იყო სარესტორნო სივრცეში და თბილისში სულ რამოდენიმე რესტორანი შეიძლება 5 მაქსიმუმ ყოფილიყო, რომელიც გთავაზობდა განსხვავებულ თანამედროვე ქართულ კერძებს, დღეს უკვე მრავლად არის. და ამიტომ უწევთ მარკეტინგული ხრიკებით ერთმანეთთან კონკურენციაში შესვლა. თუმცა პირველ ეტაპად ჩავთვლიდი 90-იანი წლებიდან დავიწყებ, როდესაც ქვეყანად ჩამოვყალიბდით ასე და გამოვეცალეთ იმპერიას. აი სულ ჩხუბობ ეხლა რომ სალათის ფოთოლზე დადებული რაღაცა კერძი ან ნიგზის ფხალი აი არ მომწონს და ეგ ტრენდი. ანუ თეფსზე რომ დევ სალათის ფოთოლზე და ზევიდან არის ფხალი პირობითად. და ესა მათთვის გაფორება ან სტაფილო ისე დაჭრილი რომ ეს მათთვის რაღაცა ვიზუალს ცვლიდეს. ეს სასიხარულოდ ეს ეტაპი გავიარეთ. და შემოვიდა უკვე თამამად შემიძლია თქვა რომ მოლეკულარული ფიუჟენის ელემენტები უკვე გამოჩნდა ქართულ გასტრონომიაში. თუმცა უკვე კიდე ერთი ახალი ეტაპი მოვიდა ქართულ გასტრონომიაში. ეს ფიუჟენი ქართველებმა ვერ მივიღეთ სათანადოდ. შეგვიძლია განმარტოთ რას ნიშნავს? ფიუჟენი არის ზუსტად აი ეს რაც შენ ჩამოთვალე ეხა რა თქვი ელარჯის ბურთები ნიგზის ლებნით და ოქროსფერი ხორბლის ბრუსკეტა მაგალითად უკვე თავიდან ეს ახალი ეტაპი იყო ქართულ გასტრონომიაში და მომხმარებელსაც აინტერესებდა თუ რა იყო. შემდეგ საზღვრებიც რომ ფართოდ გაიხსნა და შეგვეძლო ეს ყველაფერი ევროპაში პირობითად მარტივად გაგვეგო რეალურად რა იყო, უკვე ჩვენთვის ეს სიახლეს აღარ მომხმარებლის სახით საუბრობ. ხა ჩვენ სიახლე აღარ იყო და უკვე მივხვდით რომ ეს გავიგეთ არ ჩამოვრჩებით ევროპას, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია ისევ ჩვენი ის ნაცნობი გემოები, რაც იყო. თუმცა ვიზუალურად განსხვავებული და ტექნიკურადაც განსხვავებული. და რატო? წლევანდელი და ბოლო წლების ტრენდი რაც არის, შეფები ცდილობენ რომ ავთენტური გემოები შეინარჩუნონ, ოღონდ დახვეწონ ტექნიკები. ტოპ 50, სოფლიო ტოპ 50 და მიშელინის გაიდსაც რო გადავხედოთ, ტოპ 50-ში რატო ხვდები და მიშელინის გაიდში რატო განიჭებენ ვარსკვლავს, მიხვდები თუ საით მიდის სოფლიო ტრენდები.
რეალურად სამწუხაროდ წლევანდელ წელს უფრო ხორცის ამოგდება ხდება სოფლიოს სამზარეულოდან, რაც დასანანი არის, თუმცა აი გლობალური ქმედებები ალბათ მაკეთკენ მიდის, რომ საბოლოოდ ხორცი შემცირდება. რაც ძალიან გულდასაწყვეტია და იმედია, რომ საქართველოში ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. აქვე ვიტყვი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით და მათი კვლევებით კატეგორია აქვს მინიჭებული საქონლის ხორცს, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლო კანცეროგენია, მაგრამ დადასტურებულად საბოლოოდ არ არის. ანუ რაღაცა კვლევებით ეს დადასტურდა და რაღაცა კვლევები კიდევ არის საჭირო, რომ ეს საბოლოოდ დამტკიცდეს და მანამდე არის კვირაში 2 ჯერ რეკომენდებული საქონლის ხორცი. ანუ საქონლის ხორცში ჰემი არის ესეთი ჟანგბადის გადატანაზე პასუხისმგებელი, აი ის რაც წითელ ფერს განაპირობებს საქონლის ხორცის და მათ შორის არა მხოლოდ საქონლის, არამედ იმ ხორცის სახეობების, რომელიც მკვეთრი წითელი ფერით გამოირჩევა და ამაზე ბევრს არ სჯერა, ბევრი დაობს და ასე შემდეგ, მაგრამ ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ თლაც სასარგებლო შეიძლება არ იყოს ხორცი, თუ ეს ყველა ხორცი არის საუბარი და არა მხოლოდ საქონლის ხორცი. აქ მიდის უბრალოდ სასარგებლოზე და არასასარგებლოზე არა, აქ უბრალოდ რომ ბუნებას გაუფრთხილდეს მსოფლიო კულინარია, ხო, ცხოველები გადარჩენ და დედამიწა გადარჩენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პირამიდა რაღაც 4 ღერძზე დგას და საბოლოოდ ვინ ვარ და რა ვარ ვეღარ გავიგე, მეც ავირიე. ამიტომაც მიდის მცენარეულ პროდუქტზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება, ვიძახი აი ტოპ შეფები ვინც არიან და ტრენდს ვინც ქმნის. თუმცა ტრენდის შექმნა ერთი არის, რომ სოფლიოში ასეთი ტრენდია და მეორე არის საქართველოში ადაპტაციას როგორ გაივლის ის ტრენდი. 1000% ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი მიდგომით ქართულ სივრცეში რესტორანი ვერ იმუშავებს. ან შეიძლება ერთმა-ორმა იმუშაოს, რომელიც დიდად ფულის შემომტანი არ იქნება იმ ბიზნესისთვის. ასე რომ ისევ და ისევ მივდივართ ქართულ რეალობაში, რაც ეხლა ბასკეთშიც რომ ბასკეთის კულინარიის აკადემიაში ვსწავლობდი რაღაც პროგრამით და ბასკეთის კულინარიის აკადემია არის ტოპ 3 აკადემია მსოფლიოში. და მათი მიდგომები რომ უყურებ ძალიან სწორია. მაგრამ ერთიანად და ესე რომ გადმოწერო და საქართველოში გააკეთო ვერ შანსი არ არის გამორიცხული. მაგალითად მე მიმაჩნია რომ ესე ორი ადამიანი თუ მიდის სავახში და რაღაცა პერსონალურად რაღაც კერძს მოგიტანენ, რომელიც არის ლამაზად გაფორმებული და კონკრეტულად შენთვის გათვლილი, გამონაკლისის შემთხვევაში ხანდახან კარგია. მაგრამ ჩვენთვის ცოტა უჩვეულო, იმიტომ რომ ქართულის უფრო არის, რომ რაღაცა ბევრი დევს ერთ დიდ თეფშზე და ხდება ამისი გაზიარება სუფრაზე, ან ყველაფრის დაგემოვნება. ასევე მაინც მივდივართ თანხებთან, ხო? შენ რაღაცა X თანხას რო იხდი, შენ გინდა რომ მისი ზომის კერძი მიიღო. რა თქმა უნდა. და ამიტომაც, როდესაც აი სამზარეულო და კულინარია ხო მაინც ემოციებზე დაყრდნობილი სფერო არის, ასე ვთქვათ და გახსენებია სადმე რა მიშელინის გაიდ რესტორანშიც რომ მოხვედრი ხარ ან ფიუჟენ რესტორანში თუ იმ დღეს ხელს არ თხოვს შენ მეორე ნახევარს რომ იქაური კერძი დაგამახსოვრდეს ან ქვეცნობიერში ისე დაგელიქოს რომ აი იქ უნდა დავბრუნდე აუცილებლად. გამახსოვრდება ისეთი რესტორნები, სადაც შვიდა წყნარად მოდუნებული მიირთმევ კერძს და იღებ ბედნიერებას ამით და საბოლოო ჯამში მაინც ბედნიერებაზეა დააყრდნობილი ეს კულინარია და ემოციებზე არის დაყრდნობილი და ისედაც ახლა საქართველოშიც ბევრ ჩემ მეგობარს გაუხსნია ისეთი სახეცვლილი რესტორანი და ბევრჯერ გვიკამათი ამაზე რომ დაანებე ამ გაპრანჭულ კერძებს თავი, დაანებე გაპრანჭულ ინტერიერს თავი, მე როდესაც დაღლილი მოვდივარ რესტორნიდან, სამსახურიდან თუ გინდან შაბათ-კვირას განტვირთვა მჭირდება, არ მინდა ისევ პიჯაკში გამოწყობილი, რაღაც დაძაბული, რამე არ შემეშალოს ჭამის დროს და აი ეს ამასაც აქვს თავისი ხიბლი. გარემოს მაინც აქვს ხომ? ეგ უნდა იყოს, უბრალოდ შენ ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც ბიზნეს აკეთებ, ეს ბიზნესი შენი ჯიბისთვის იმუშავებს თუ ისეთი ადამიანისთვის, ვისაც 1000-ში ერთხელ ჭირდება მსგავსი რესტორანი, რომ ან ბიზნეს პარტნიორთან ერთად ივახშოს, ან მეორე ნახევართან ერთად.
ამიტომ დღევანდელი ტრენდი მაინც მოდუნებული სამზარეულოა საქართველოში, მაინც ვიტყვი რომ ქართული ყველასთვის მუშაობს, ტურისტსაც ქართული აინტერესებს და ქართველსაც ისევ ქართული მოსწონს და უნდა რომ ახალი გემოები აღმოაჩინოს. ტრენდს რაც შეეხება კიდე ქართველი შემზარეულები ვიყენებთ აი იმ ცოდნას რაც მივიღეთ დაუშვათ ევროპაში მოგზაურობით, აზიაში მოგზაურობით და ის იმ ინგრედიენტების თანაშერწყმით ვიღებთ რაღაც ახალს და განსხვავებულს. მაგალითად არ ვიცი, უნდა გავტესტო, იმ დღეს მომივიდა იდეა რახან ეხა გაზაფხულია, ეს რა ქვია ბალახის ფხალი რო არის. ეჟერა? ეკალა? ჯამში ყველა ბალახი 16 ბალახი ჭადი სახელი დამოვიწყე ჩათვალე ეხა, მაგრამ რისი თქმა მინდა მანდ ეხა ბლუჩიზი დავუმატო, ლურჯი ყველი. როგორ მოუხდება ამ ყველაფერს, აი მაინტერესებს, იმიტომ რომ ბლუჩიზი ჩვენ ქართველებს არ გქონია არასდროს, მაგრამ არის აგერ ევროპაში ნაწარმოები ბლუჩიზი, რომლის ინტეგრირებით შეიძლება ახალი გემო მიიღო. ეს მაინც ახლოს არის და შეიძლება მოუხდეს და დარწმუნებული მოუხდება, მაგრამ მე მახსოვს სადღაც დაახლოებით 15 წლის წინ ესეთი ტენდენცია შემოვიდა, უფრო მაშინ არ იყო ესე 15-20 წლის წინ არ იყო ესეთი ფუფუნება რესტორნების არც საშუალება ქონდა ხალხს, უფრო ნაკლებად ქონდა, უფრო სწორად არც არჩევანი იყო და სახლში როდესაც რაღაც დაბადების დღეები და წვეულებები იყო, ყოველთვის ცდილობდნენ რომ ესეთი ცნობილი დიასახლისები, გემრიელი კერძების მომზადებით რო არიან განთქმული, რომ რაღაც აი აბსოლუტურად ერთმანეთთან თანხვედრაში რო არ არის ისეთი ინგრედიენტები გამოიყენებათ. მაგალითად, ანანასის სალათი, სადაც იყო ხორციც და ასე შემდეგ. ანუ აი ამით ხივლავდნენ ხოლმე სტუმრებს. და ინსპირაცია საიდან მოდიოდა? ხო, და აი ძალიან საინტერესო, ეს საიდან ჩნდება, რატომ ჩნდება აუცილებლობა, რომ ეს რაღაცა ორიგინალური იყოს კერძი და რატომ არ შეიძლება რომ იყოს ჩვეულებრივი, რატომ ეხა უკვე აღარ არის მგონი ისეთი აქტუალური ასეთი ტიპის ექსპერიმენტები. სოფლიოში არის, აი გიჟი შეფები ვინც არიან, მაგალითად ნომარ ესეთი რესტორანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ტოპ 5 რესტორანში სულ ტრიალებდა და მისი შეფი არის რენე, რომელიც არის შეშლილი და მენიუში ცოცხალი ჭიანჭველა იყო. ცოცხალი ჭიანჭველები, რომელიც უნდა გეჭამა. და ამით მოიპოვა რაღაც სიგიჟეებითაც ხდება სახელი. ეს არის უფრო პოპულარობის მოსაპოვებლად და ვერ დავიჯერებ რომ ცოცხალი ჭიანჭველა შეიძლება იყოს გემრიელი. აი მარკეტინგია თავიდან ბოლომდე. ალბათ ისე გიყვებოდა იქ ყველაფერს ეს ჭიანჭველა რას საკეთებს შენი ორგანიზმის, როგორი სასარგებლოა და ზოგადად როგორ განწყობას ქმნის. ფაქტია რომ ტოპ 5-ში იყო. და კიდე ეხა მიდის ტრენდი არის დამჟავება. ფერმენტაცია მიდის, ფერმენტაცია არის ეხა მოდაში. ფერმენტირებული პროდუქტები სხვა შორის ძალიან სასარგებლოა განსაკუთრებით. ხო და რეალურად რო ადგე და შეხედო, რაც მოდაში შემოდის, რაც ტრენდში შემოდის, ეს ყველაფერი ქართველებს გავლილი გვაქვს. ყველაფერი ფერმენტაციაც გავლილი გვაქვს და ჭიანჭველები არა და არც გვინდა, მაგრამ რაც კარგი იყო და აქვე შევეხები რომ აი ძველი რაღაცები მივიწყებული რაც არის. აქვე შემიძლია ვთქვა რომ ესე იგი ქართველს ის არ მოსწონდა. არის ღომი და არის ღომი, ხო? რატო გადავიდა გიჟი ხო არ იყო ქართველი რომ ღომი. მე მგონია თვითონ მცენარე აღარ ხარობდა. ეს არ არის მიზეზი. გადააშენეს, იმიტომ რომ და რთული მოსაყვანი იქნებოდა სავარაუდოდ და სიმინდი მარტივად მოდის. მივყვნენ, ხო. ეხა ღომის რომ მოიყვანო უფრო რთული ტიპი არის და შეიძლება აი ესე გაიპრანჭო სადღაც რესტორანში რომ მაგრამ იმაზე გემრიელი ვერ იქნება ვიდრე ჩვენთვის ნაცნობი სიმინდის ქვილის. კი, და რაღაცა ქართველმა გაფილტრა ეს და აღარაა საჭირო. კი, შეიძლება რაღაცა აღვადგინოთ და გქონდეს და სათქმელად იყოს, თუმცა მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ხორბლებზე. ხორბლები აღსადგენია, უკვე პრინციპში აღდგა და ძალიან საინტერესო ენდემური ჯიშის ხორბლები, რომელიც ერთ-ერთი არის, არ მინდა სახელი შემეშალოს, ერთ-ერთი არის, რომელიც გაუძლებს იმ გლობალურ დათბობას, რაც მოსალოდნელია და ტემპერატურის მატებასთან ერთად ის უფრო გამძლე ტიპი ხდება. ანუ მდგრადია ტემპერატურის მატებასთან და ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ და ნახოთ ამა. არის ისეთი ტრენდები, რომელიც ის გასაგებია, რაც ახსენე საბჭოთა დროს რაც გაყვა, მაგალითად სალათის ფურცელი, დადებული ფხალის
ქვემოდან და ასევე რაღაცა სტაბილურობითი გაფორმებული, მაგრამ აი უფრო ახალი რაც იყო და გადავიდა თანამედროვე დროში მე მაგალითად მახსენდება მიკრომწვანილი ასეთი ძალიან ბუმი იყო მიკრომწვანილის აქვე განმარტავ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რა არის მიკრომწვანილი ეს არის არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ მწვანილეული იყოს არამედ სხვადასხვა მცენარის მაგალითად ბროკოლის მზესუმზირის კიდერის შეიძლება იყოს ანუ ნებისმიერი მცენარის ბარდის სიმინდის ახალ აღმოცენებული ნორჩი დიახ რომელსაც ჭრიან სანამ გაიზრდება დიდ მცენარედ და როგორც მწვანილი სახით არის ძალიან ლამაზი განსაკუთრებით სხვადასხვა ფერის თუ არის და გასაფორმებლად არის ძალიან კარგი მაგრამ იყო ბუმი მახსოვს და აღარ ხვდება ანუ აი რამდენჯერაც ყოფილვარ თანამედროვე რესტორანში აღარ არის ესეთი აქტუალური და ეს გადავიდა მოდიდან თუ რამ განაპირობა ჯერ დამკვიდრება და შემდეგ უკვე გადასვლა ჯერ მახინჯად დამკვიდრდა როცა დამკვიდრდა იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა გემო არომატი და დატვირთვა ქონდა მიკრობალახებს და შესაბამისად უნდა გეფიქრა კერძს როცა ქმნიდი ეს უბრალოდ გასაფორმებელი ელემენტი არ იყო პლუს მას მოქონდა ის მძაფრი გემოები ჭამისას და სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ეს უბრალოდ თვალის მოსატყუებელი ბალახეული გამოდგა საბოლოო ჯამში და გადაშენდა სავით მე მახსოვს ერთ-ერთ პროექტზე საკმაოდ ცნობილი რესტორანი არის დღევანდელ ქართულ რეალობაში ცალკე ფერმა გაკეთდა მიკრობალახების რო ჩვენ გამოგვეყენებინა და მაღაზია მუშაობდით რომელი გჭირდებოდა რატო გჭირდებოდა და არა მარტო მიკრობალახი არამედ სალათის ფოთოლიც მოგვყავდა შესაბამისი სალათის შესაქმნელად და კერძის გარნირის შესაქმნელად და ტრენდებშიც გადავიდა ეხა უფრო ინტენსიურ გემოს აქვს მნიშვნელობა соусებზე უკვე გადასული ტრენდი და მანდ მაგარი ბიჭი ხარ თუ რამე განსაკუთრებულ соус შეუხამებ იმ კერძს რომელიც მენიუში გაქვს და ცალკე მენიუს შექმნაც ძალიან საყურადღებოა როდესაც რესტორანს აყალიბებ ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და მე არ მესმის იმ ადამიანებს ვიღაცას რო გაუგიარო რესტორანი მაგარ ფულს წერს და მოდი მეც გავაკეთებ ეგ არის თავიდანვე ჩათვალოს იმ ადამიანმა რომ ფული დაკარგა მიწაში თუ ჰაერში გაისროლა ეგ სხვა თემაა იმიტომ რომ როდესაც რესტორანს ქმნი ძალიან დიდი კვლევა უნდა ჩაატარო ჯერ ქართულ ბაზარზე რა არის ტრენდში რა იყიდება რატო იყიდება თუ იმან გაყიდა ეგ არ ნიშნავს იმას რომ შენც გაყიდი ან ახალი უნდა შექმნა შენ ან უნდა გჯეროდეს მოწამული უნდა იყოს შინაგანად რომ ის იმუშავებს და შენ თუ ხარ მოწამული ასე მწარეთ რომ იმუშავებს მან მარკეტინგიც უნდა ჩართო და მიიღებ აუცილებლად შედეგს მენიუს შექმნისას ეხა გადავიდა ყველა ქართულ კერძების რესტორანი უფრო კარგად მუშაობს ფაქტია იმიტომ ტურისტიც დადის და ქართველებიც დავდის ეხა ტრენდში შემოდის საქართველოში უკვე ღია ცეცხლზე მომზადებული შოუ-ქიჩენები ღია სამზარეულო და მეკითხა აუცილებლად YouTube ნახე შენი, სადაც ახალი გადაცემა გვაქვს, გილოცავ. მადლობა. და როგორც მივხვდი, იქ ღია ცეცხლზე ამზადებს სხვადასხვა კერძებს და ესეც ტრენდულია, თუ რატო აირჩიეს მიმართულება? ტრენდულია, ერთ-ერთი ტრენდი არის, რომელიც ჩემ განწყობასთან ყველაზე ახლოს იყო. ფრანსის მალმანი არის ესეთი ღმერთი მაგ მიმართულების ღია ცეცხლზე მომზადების კერძების და შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ანუ ეს ნაკვერჩხალზე მომზადება იგულისხმება, ან როგორც წვავთ ხოლმე დაახლოებით იგივე ტექნოლოგია? არა მარტო ნაკვერჩხალზე, არამედ ალზეც, ცეცხლის ალზეც მზადდება. რაც საბოლოო ჯამში მივყავართ იმ გემოებამდე, რაც ჩვენ DNM-ში არის, აი ადამიანის, Homo sapiens-ის ჩამოყალიბებიდან, პრინციპში ცეცხლი რო არ აღმოეჩინა ადამიანს, დღეს არ ვიქნებოდით თამამში თუ რამე ისეთი ისტორია არ აღმოჩნდა ეხა პირამიდების არ იყოს ცეცხლი რო არ აღმოგვეჩინა ვერ მოვახდენდით გავლენას სხვა დანარჩენ ჩვენზე ძლიერ ცხოველებზე და მარტივად გადავგვარდებოდით ამიტომ ცეცხლი არის ისეთი ძალა რომელსაც მართლა უნდა ვუმადლოდეთ და
ჩვენ DNM-ში არის, ჩვენ გვიყვარს ცეცხლზე შემწვარი. ცეცხლზე შემწვარმა შეცვალა. განსაკუთრებული გემოვნური თვისებებს იძენს შებოლვის პროცესში, ამ დროს ხო იბოლება და ძალიან გემრიელი. პარალელურად იბოლება, კი. და მძაფრი ღრმა გემოები არის. რასაც ვართ ჩვენ მიჩვეულები და რასაც აი ბოლო 30-40 წელი არის ჩვენი თაობა და ჩვენს წინა თაობა არის მიჩვეული ამ ყველაფერს და ეხაც აი თბილისში იხსნება რამოდენიმე რესტორანი, ცნობილი ბრენდები ხსნიან, შემიძლია ვთქვა, მაგრამ ნუ კაი იყოს. არა, შეიძლება ბრენდები არ ვთქვათ. ორი დიდი ქსელი არის სარესტორნო ჰორეკა მიმართულებით, რომელიც ხსნის ორივე ღია ცეცხლზე რესტორანს, ახალ რესტორანს. რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ბაზარზე მოთხოვნა არის ღია ცეცხლზე მომზადებული კერძების და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღია სამზარეულო და ღია ცეცხლზე მომზადებული კერძები რესტორანის კონცეფცია არის დღეს ყველაზე ტრენდული. ღია ცეცხლზე მომზადებული, კიდე მოლეკულური, ხო? მოლეკულური სამზარეულო, მე მგონი მოვჭამეთ, მოლეკულური სამზარეულოს ძირითადი ფაქტორები, მოლეკულური სამზარეულო დაყრდნობილი არის ფხვნილებზე, რომელიც მზადდება ზღვის მცენარეებისგან, რამოდენიმე არის. კარაგინანი არის ესეთი აგარ-აგარიც არის კი. რომელიც გვეხმარება სფეროების შექმნაში, ან соусების გაკეთილშობილებაში და ისეთი კონსისტენციების სასურველი კონსისტენციების მიღებაში. თუმცა ეგ ქართველებმა ვერ მივიღეთ, ეგ სადღაც 10 წლის წინ დაიწყო რამოდენიმე ცნობილმა შეფმა, თუმცა ბოლომდე ვერ გავიგეთ, ან ბოლომდე სწორად ვერ გამოვიყენეთ მე მაგ ქართველების რიგში შევდივარ, იმიტომ რომ მე მაინც მომხრე ვარ, მე ვარ მომხრე სიახლეების, ახალი გემოების, მაგალითად ამასიდან გავსინჯე, გურული რაღაც კერძიაო და დრო დავაგემოვნე ნუშით და ან ბაჟე იყო რეალურად, ნუშის და შიგნით იყო ფიგურირებ და ტარხუნა და ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ არაფერი გურულთან საერთო არ ქონდა, იმიტომ რომ არც ნუში გვაქვს გურულებს და ტარხუნას სეზონზე ახლა 21 საუკუნეში შეიძლება ვერ იშოვოთ, თბილისთან გვაბარებენ ხოლმე. გემო ძალიან კარგი იყო, გურულთან არაფერი საერთო არ ქონდა და არც ბაჟესთან, თუმცა გემრიელი იყო. მე ვარ მომხრე ექსპერიმენტების, მე როგორც რიგითი ერთი ქართველი გურმანი შეიძლება ითქვას, მიყვარს გემრიელად ჭაობა ისევე როგორც ხვებს, მაგრამ მე ასევე მომხრე ვარ, რომ ის ავთენტურობა თუ არ ვიცი, პირველადი სახე გარკვეული კერძების შენარჩუნებული იყოს. ანუ ხაჭაპური რო ქვია, ხაჭაპურს ჩემი აზრით უნდა იყოს ხაჭაპური ცომი და შიგნით იმერული ყველით. ქართველებს და იტალიელებსაც არის რამოდენიმე ისეთი კერძი, რომელსაც ხელშეუხებელია. შენ გინდა აკეთე ხა შოკოლადის ხინკალი თუ გინდა და რავი სისულელები აკეთე, მაგას სისულელეს ვეძახი. მაგას ან ტყუილი ფულის ყრა არის ეგეც შენი მხრიდან, იმიტომ რომ ბაზარი მალევე გაგაგდებს, მალევე მოგიშორებს, იმიტომ რომ არ მიიღებს, თორე არსებობის უფლება ყველა კერძს აქვს, შოკოლადის ხინკალსაც და არ ვიცი რაღაც სისულელებსაც არსებობის უფლება აქვს, თუმცა ბაზარი მალევე გაგრიყავს და შენ აკეთე მსგავსი სულელური ექსპერიმენტი თუ გინდა, თუმცა გიჟი შეფები ვინც არიან, ამას არ უფრთხიან და სუფეხებზე კიდია ბოდიში სისულელეს გააკეთებს თუ არა, მაგრამ მაგათ ცალკე მარკეტინგიც მოყვება და ცალკე სხვა ქვეყანაა ის და არა საქართველოა. დანიაში, სადაც სამზარეულო შენ არ გაქვს, კი ბატონო, ჭიანჭველები ჩასვი მენიუში და მარკეტინგულად შეფუთე. ევროპა არის და სხვა მენტალობა აქვს, მაგრამ საქართველოში მსგავსი რამე რო გააკეთო. თუმცა დროებით მაინც მუშაობს ხოლმე, ხა გამახსენდა დუბაის შოკოლადი, აი წარმოუდგენელი ბუმი იყო, დილის 7 საათზე ხალხი რიგში დგებოდა, უდიდეს თანხას იხდიდა და დავაგემოვნე, სხვა შორს ისეთი ყველაზე საუკეთესო და კი გემრიელი შოკოლადია, მაგრამ იმის იქეთ არაფერი განსაკუთრებული, ანუ რიგში დგომა და ძალიან დიდი თანხის გადახდა ნამდვილად არ ღირს. თუმცა იმ რაღაც მარკეტინგულმა გათვლამ თავდაპირველ ეტაპზე რა თქმა უნდა იმუშავა და ალბათ კულინარიაშიც ასე არის. და ბოლოს ბარემ ვიტყვი არ გამომჩეს ტრენდს რაც შეეხება ღია ცეცხლთან ერთად მთავარი არის აქცენტი კეთდება ადგილობრივ პროდუქტებზე. და რა რეგიონშიც მუშაობ, რა რეგიონშიც გაქვს რესტორანი, სადღაც 150 კილომეტრის რადიუსიდან უნდა იღებდე პროდუქტს და მსგავს დეტალებში ჩადიან შეფები.
და მსგავს დეტალებს ავთენტურ კერძია აქ საბოლოოდ საუბარი, რომელსაც აძლიერებენ ადგილობრივი ინგრედიენტებით, ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებული ბოსტნეული იქნება თუ ხორცპროდუქტი იქნება. ის ხო შეიძლება ვერ დავასახელებ რა თქმა უნდა რესტორანს, მაგრამ თბილისთან ახლოს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დავდივართ ხოლმე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც არის 80% პროდუქტების არის ადგილობრივი და არის იცით სხვაობა. მაინც რაღაცა თავისი განსაკუთრებულობა ამას თან ახლავს გეთანხმები. კი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე დარწმუნებულია რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა გემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო შეფსარეული ავთანდილ ცეცხლაძე და მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.